საქართველოს ღია პირველობა მშვილდოსნობაში დასრულდა ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ეგიდით გამართულ ჩემპიონატში. საქართველოს 4 მუნიციპალიტეტიდან 41 სპორტსმენი მონაწილეობდა. 70 მეტრიან მანძილზე მშვილდის ტყორცნეში სპორტსმენები ერთმანეთს 3 ასაკობრივ კატეგორიაში შეერკინენ. გამარჯვებულ სპორტსმენებს სიგელები, დიპლომები და თასები გადაეცათ. ჩემპიონატის მიზანს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია, სპორტსმენების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი ერთმანეთთან დაახლოება წარმოადგენს. გამარჯვებულები რამდენიმე დღეში ერევანში ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად გამართულ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას. შეჯიბრებაც კარგი შედეგით გავაკეთე და ძალიან მოხარული ვარ ამით. კონკურენტები რა თქმა უნდა ყველა ძლიერები არიან და შესაბამისად რთულია საპრიზო ადგილებზე გასვლაც. ყველა მათგანს მინდა მიულოცოთ დღევანდელ დღე წარმატებით, გამარჯვება. ვემზადებით ჩვენ 21-25 ივლისს ერევანში ტარდება ევროპის ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება, სადაც ჩვენი სპორტსმენები გამგზავრებიან და უსურვებთ წარმატება ყველა მათგანს და დღევანდელი დღე ერთხრივ წინა სატესტო შეჯიბრება ჩაითვლება მათვისაც.